მოკლედ მოგესალმებით ყველას, დაბრუნდით ისე მაფია 1 და ეხლა კიდევ თამაშობ ჩვენ იმის მერე რაც მოხდა. დაბრუნდით უკვე აქ. შენ იმას ამბობ და იმაზე ის გამომჟღავნე რომ ხალხი დახოცეო იქო. ხო იცი რომ შემიძლია ხა აგიყვანო და დაგეჭირო. კი, მაგრამ მაშინ ამიყვან თუ ამ ყველაფერს გამართლებ რა რაღაცა რომ ვითომ მართლა ვქენიო და არ ვაგატყუებო. და კიდე აყვანად შეგიძლიაო, მაგრამ მოროლოზე მე ინფორმაციას ვერ გაიგებო. რამეცინებებთო და კი ყავოსო. ნუ კარგი. რაღაც ესე შორს გავიდით, მაშინ ეგლესიაში რა მოხდაო მერეო. ნუ უცნაურ რაღაცა იყო, დიდი არაფერი არ მოსულაო. უბრალოდ მოგვიწია რომ დაახლოებით აი 7 ან 8 თვე გავჩერებულიყავითო, მაგრამ პოლიციელები მაინც მოდიოდნენ და გვაცნობებდნენ იმას, რომ ვითომ ვიყურებდნენო. Frankie Morelos'an video. Bastard knew we were bleeding out before we did. While we were busy keeping our heads down, he started moving in on our rackets. Quiet at first. Top burner has one too many highballs, drives off a bridge. One of our regular pickups suddenly closes up shop, moves upstate. You didn't catch on? Not me. I think maybe Polly smelled something. But even with the cops looking over our shoulders, Morello's circling, we were still making good money. ესე იგი ვიღაცა მე მგონი ისეთი ადამიანი იყო, ვინც გვიშვებდაო რა ხალხთანო. მე ვერაფერს არ მივხვდიო, მაგრამ მე მგონი პოლი მივხვდაო ცოტა რაღაცისო. ხო და მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია დაგვიზევდაო და მორელო კიდე უფრო დომინანტი იყო, ფულს მაინც შოვლოვდითო ჩვენო. მე კიდე დონთან როცა მივდიოდი ფაქტიურად, სადაც ყოველთვის ხედავდიო, ამიტომაც კარგი წელი იყო ჩემთვისო. Hishi ხარ ვიცი ვინ იგულისხმობა, მაგრამ Yeah, we got into a little scrap last night. ძალიან ბევრი საუბარი არის თქვენზე ქალაქშიო და ხო, ნუ ქალაქშიო. ბარფაიცი არ. How it looks when you walk into a club and by everyone around. We got to do something with our dough. Then blow it at the track on Sunday. Police is also galaketito. Or invest it for Christ's sake. Mაშინ კვირას რაღაცა. Want me to become one of those Wall Street boys? Don't sass me, Tommy. I'm trying to teach you the ropes. So you don't get strangled by them. ნუ იცინიო, იმიტომ რომ მე თოკებს გასწავლიო, იმისათვის რომ არ დაგახჭოსო. Sure. შენში ძაღლი არისო. When I was 8 or 9, როდესაც როის ვიყავი, სანამ სისლიდან მოვედი აქ. ძალიან კარგი კარკანიანი ძაღლი მყავდაო რა მე მგონი. და გრეიჰაუნდი. ყველაზე სწრაფი რაც კი უდეს მეგინახავს. ეგრე შევხვდი დონსო. შეჯიბრებებს ვაწყობდითო ჩვენო. ძაღლებზე რა. ფულს ვდებდითო ჩვენო მაგ ძაღლებზეო. ძაღლი არ იყო ვინც დაეჭირდა მაგ ძაღლს და არასოდეს არ წაუგეო. სანამ ერთხელ არ წააგო. ჩვენ ერთი დანა გქონდაო, მაგრამ დონი ასე გაბრაზებული არ მინახიაო. გაგიბრაზდაო? She went into heat, got out of the yard, and every dog in town had a turn. You're like that dog, Tommy. მე მგონი თქვა რომ დაორსულდაო ეგ ძაღლიო და მაგითო წააგო. და გასაგებია. ესე იგი, გალბოზდაო რა ის ძაღლიო ესე რო თქვა და ხო და ტომ შენც ეგეთი ძაღლი ხარო, თუ დაიწყებო ფულის ჩვენებას ვაკეთიკეთო, მაშინ ყველას დუგნა იქნებიო შენო და ყველა შენი გაუპატიურება მოუნდებაო და ნუ ხარო ეგრეო რა. ანუ ეცადეო რომ ცოტა ჩაიმალოო და რაღაცა ჩუმად გააკეთეო პირადულადო. თორე ყველა ცუდად მოგექცევაო. შენს კარიერაზე უნდა ეფიქრო. Sam is loyal, but he has no vision. სამი კარგი ადამიანია, მაგრამ მას არანაირი ხედვა არ აქვსო. მაგრამ შენ ისეთი ადამიანი ხარ, ვისაც შეუძლია რომ ეს ქალაქი არ ამ ქალაქს მიხედოსო და დონე იყოსო ერთხელო. მადლობა, ფრენკო. და ძაღლს მოვიდო. What happened to the dog? ამას იმით ვეკითხება რომ მის თავში ედარა და ვითომ ერა უმივაო რა. Don tried to drown her. დონ მოწადა რომ დაეხჭო. I broke his nose. მე კიდე წვირი გაუტეხეო. ალბათ დონს. You can let me off here. შეგიძლია გამიშო. მოკლედ my best, Tommy. სარას ჩემგან მოკითხვა გადაეცია.
ნუ კარგად ეხა იმ ლაპარაკს ანუ ვიღაცა დეტექტივს რო ელაპარაკება ბარში ეგ ხდება 1936 წელს თუ არ ვცდები მაშინ ყველაფერი ფრენკის დახმარებით მიდიოდაო გეგმები ფული ყველაფერი Luigi Frank says to wait for him in the garage out in the back. Frank თქვა რომ გარაჟთან მოუწოდო მე მგონი სამსახური გაქვს მადლობა Luigi Sarah's cooking. She's bringing something over. Sara რაღაც დამწოდებს და რაღაცას მოიტანსო. ესეც იმაშიო, კარგი გოგო არისო. ნუ ხო აგნახავ რა. და ხო ახლა კიდე რო აგიხსნათ, ანი დეტექტივისა და ამის ლაპარაკს ვერ გებულობ, აი რომელიც თორცდები 1936 წელს ხდებოდა. იმიტომ რომ იქ უკვე ყველაფერი მომხდარი არის და მერე განიხილავენ ყველაფერს და ტომი კიდე უყვება იმ დეტექტივს რაღაცებს. დეტექტივმა კი უთხრა რომ შემიძლია დაგეჭიროო, მაგრამ დეტექტივსაც კიდე რაღაც ინფორმაცია უნდა რომ ცნობილი გახდეს, იმიტომ რომ კამერები და რაღაცები არ იყო და ფაქტიურად ტომი არის ერთადერთი ადამიანი, ვინც სწორ ინფორმაციას მოუყვება მაგ დეტექტივს, ხო და დაჭერას ჯერჯერობით არ რისკავს, მაგრამ შეიძლება თამაშის ბოლოს დაგვიჭიროს კიდე, თორსა უკვე ნუ მთელი ინფორმაცია ექნება მაგას. და თუ კარგად გავიგონე კიდე ფრენკმა მე მგონი დონს უღალატაო და გადავიდა სხვაგანო. ხო და არ ვიცი, ახლა მე მგონი ალბათ აქ ნახავთ ახლა ჩვენ ფრენკმა მართლა გვიღალატა თუ არა. იმიტომ რომ რაღაც საქმე აქვს ახლა ფრენკს ჩვენთან. აუ რა კაი სტილი არის ეს მართლა. აი ერთი მაინც მოგეწია. მადლობა რომ მომიცადეო. დონს და მე მოგვიწია რომ ბოლოთვის რიცხვს გადავყოლოდით რა ესე ვთქვათ. მე მინდა შენ და პოლი რომ დამეხმაროთ. რაღაც გემიდან ჩამოდისო და კაი არისო და კანადიდან არისო. სამი წავიდა რომ მეგობრებს მიხვდესო სოფელში სხვაგანო პოლი კიდე საზღვარგარეთ არისო. რომ ანუ მოიტანოსო რა ის გემიდან რაღაცებიო მე კიდე მინდა რომ შენ წახვიდე პოლთან ერთადო რაფაელიდან აიღე მანქანაო და წადიო რა ეხლა კიდე კანადელი მოიყვანე აქ უსაფრთხოდ უკვე რაღაცა საერთო ხდებაო რა ზოგადად ნელა რო ილაპარაკონ რომ აი თარგმნაც მოვასრო კითხოც მოვასრო და კიდე გავიგონო წესიერად უკეთესი იქნებოდა მაგრამ რაღაცას მაინც გებულობ რა ვცდილობ. ნუ კაი, წავედით ახლა და უნდა მოვიყვანოთ, მე მგონი ეს წინაზე რო დავამტვრე კიდე გაფუჭებული არის, ეგ საინტერესოა. წავედით ახლა ჩვენ სალიერის warehouse-ში რა, ანუ საწყობში ისე ვთქვათ. წინა ეპიზოდი კიდე ძალიან მაგარი იყო, აი მართლა მაგარი იყო, კიდე დავიტაკე ახლა მაგას. ხოლდა რა ვიცი მე მგონი რა თქვენს მოგწონდეს თამაში იმიტომ რომ დიდი ხანი არის უკვე ვიღებ ალბათ რა კვირაზე მეტი იქნება მაგრამ როგორც იტყარით უკვე დაახლოებით დამჭა 5 ან 4 დღე მანამ სანამ უნივერსიტეტი დაიწყება და მე კიდე მომიწევს რომ აი მესენჯერ ჩქარჩქარა ვაღარ გადავიღებ რა ვიდეოებს ერთი სიტყვით შეიძლება ეხა პირველი კვირა ესეთი არ მოხდეს არაფერი უნივერსიტეტში და უბრალოდ გაცნობა და რაღაცები იყოს მაგრამ არ ვიცი ვეცდები რა მაინც რომ მალე მორჩე ეს და მაფია 2-ს კიდე როდის დავიწყებ რანაირად დავიწყებ ეგ კიდე დარწმუნებული არა ვარ და ჯერჯერობით არ ვიცი თუ დავიწყებ აი ვერ შეგვირდებით რომ აქ რა ხდება და ტაქსმა კიდე გადაუვარ ამ პოლიციელებს ხო და თუ დავიწყე აუ კაი რა ვერ შეგვირდებით რომ ყოველდღე დავდა ვიდეოებს ალბათ აი კვირაში შეიძლება ერთი ვიდეო იყოს ან შაბათ კვირაში შეიძლება რაღაცა გადავიღო ვიდეოები და მე ეგ დავდო ალბათ რა ვიცი არ ვიცი რა მოკლედ შეიძლება კვირაში 3 ვიდეო იყოს ხო და ეგ არის და ეგ ანუ ყოველდღე არ მოხერხდება ერთი ან ორი ვიდეოს დადება მაგრამ მე ვეცდები რა მაინც სანამ დაიწყება მანამდე რომ მორჩე ან ბოლომდე მაინც რო გავიდე ეს რა ჩაინათაუნი არ არის როგორც ის იმიტომ რომ მაგას გავსით ჩვენ და კარგად კიდე ვერ გავიგე ანუ ვიღაცა კანადელი უნდა მოვიყვანოთ ჩვენ გემიდან თუ კანადური რაღაცა ტვირთი არის რომელიც უნდა მოვიტანოთ ჩვენ აქ იმიტომ რომ სემიო თორსების სხვაგან არის წასულიო ქალაქare თუ ან ფერმაში ეს რაღაცა და იქ აკეთებს ბიზნესს პოლი კიდე გავაგზავნიო მეო მაგ გემთანო და მინდა რომ შენ წაყვე და დაეხმარო თუ სწორად გავიგე ხო და თორსები კიდე მაპზე აქ მე არ ყოფილა რასოდეს და
პირველად იქნება როცა აქ მივალ. კიდე ალისა არის ერთი თამაში, ალისა from the madness თუ რაღაცა ეგრე ქვია, მაგის გადაღებაც მინდოდა. კალისტო პროტოკოლი არის კიდე ერთი თამაში, რომელიც ძალიან გავს. მეგონი მიკროფონს მომარტყელი, მაგრამ მაინც. ხო და კალისტო პროტოკოლი კიდე ძალიან გავს Dead Space და მაგის გადაღებაც მინდოდა, იმიტომ რომ ეგ თამაში მაქვს უკვე წელიწადზე მეტი არის, მაგრამ ველოდები მომენტს რომ მეცალოს და გადავიღო ეგ თამაში. იმიტომ რომ მეგონი კარგი თამაში იქნება და რა ვიცი. ნახოთ. ნახოთ რა იქნება. ნუ კაი იქნება სამსახური რომ მქონდეს ახლა მართლა. თამაშები ძალიან ბევრი მაქვს. ამასთან კიდე Battlefield 4 ვიყიდე. წარმოიდგინე $60 თამაშია მეგონი და $2 ღირდა ვაფშე ყველა DLC-ებით და რა ვიცი, დრო რომ მქონდეს კიდე მაგასაც გადავიღებდი. აგერ არის. ამას უკვე ტვირთი აუღია. სველი არის და ნუ გაშრიო რა, რომ ეხებიო ეგრე. ეს ადგილი იცი? კი, რამდენიმეჯერ აგვიღია ფერმიდან ტვირთიო. ნუ ღელაო აქ ბოლოდ საქონლის განავალი არისო. მარტივი ფული იქნებაო. ბიჭები გაავსებენ მანქანას და ჩვენ წამოვალთო. მალე კეინტო, იმიტომ რომ სხვაგან წავიდეო. სარას ნახვა გინდაო, ლუიჯის პატარა გოგოსი. შენ რაღაცგან სხვებული ხარ. გოგოს ქალიშვილობას იცაო, რომ მე აიღო შენო? ნუ, ბოდიში რა ხუმრობო. კარგი გოგო არისო. თუ მასთან ერთად არჩევიო, კარგად მოგექცეო ეგ ოჯახშიო. მე კიდე I wonder what kind of story. დივანზე მიდივარ სახშიო. Luigi was a stone cold killer back in the day. საინტერესო რა ინფორმაციის გიტყვისო ლუიჯიზე ვარ მომამისეო რას არა, იმიტომ რომ კვლელი იყო ლუიჯი ადრეო. She's been helping out behind the bars since she was a kid. ისი რომ ბარს ეხმარებოდა ბავშვობის მერეო. She's seen and heard a few things. დარწმუნებული ვარ რომ მაგანაც ნახაო რაღაცეებიო. შეიძლება ჩვენ ბიზნესზე იმაზე მეტი იცის. ვიდრე ჩვენ ვიცითო ბიზნესეო. ნუ იცისო რა რომ ბევრი კითხვა უნდა დამისვასო. მატყუარასო არ გაგხდისო ეგო. მარტო ანუ არ მოგატყუებსო რა და მეგონი მარტო მაგითო ღირსო რომ ცოლად გაყვაო მაგას. ხრად გაცო რა ის ცოლად. Sam should be waiting here but I don't see him. სამი აქ უნდა იყოს მაგრამ ვერ ვხედავ. რაღაც უცნაური ხდებაო. ძალიანაც ნუ შეგეშინდება. შეიძლება წვიმიდან მოდისო. That'll wake him. ეგ გააღვიძებს. სემს არ ვიცი, მაგრამ მე მგონი სხვას კი გააღვიძებს, არ მოდის. კაი, წავედით. Let's go find him. აი რაც უდია ტელეფონები როცა არ იყო. That bastard is just 3 sheets and I'm wrecking a new suit for nothing. I swear I'm going to kill him. ესე იგი ჩემი კოსტუმი მიფუშლებაო რა და მოვკლავ მაგასო. I'm going to go grab them boys, get them sorted out. მე ბიჭებს ავიყვანო. შენ კიდე წადი წინ და ნახე რა ხდებაო. მოვალ მე მალე. ხო და აი მე მგონი ამაზე ლაპარაკობდა რომ ფრენკმა დაგვაბარა ჩვენ რაღაცა რომ სემ იქნებაო სოფელშიო და ეს კიდე ქალაქარეთ არისო. პოლი კი ვნახეთ რომ ქალაქარეთ იყო ნამდვილად, მაგრამ სემი აქ არ არის. ანუ რაღაცას ახლა გვიჩალიჩებს მე მგონი ჩვენ ფრენკი ყველასთან სამივეს. ან არა. არ ვიცი, ნახოთ. აქ რა ხდება? ნუ მოკლედ ხა აქ ისეთი რაღაცა ხდება რომ ესე იგი სამუშაო ადგილებიო ძალიან შემცირდაო დაახლოებით 25%-ით და ნუ მთავრობა ცდილობსო რომ სტაბილიზაცია გავაკეთოს მაგ ყველაფერსო რომ სამუშაო ადგილები და რაღაცები არ არის. საინტერესო რაღაცები წერია ესე მან. ეს კიდე საშიში ადგილის ჩანს. რაღაც ნუ კარგი აღარაფერი რა ხდებაო მე მგონი missing farmer found dead. ნუ აქ ხა ის რაღაცა წერია რომ ამ ფერმაშიო ერთ-ერთი ადამიანი მოკვდაო რომელსაც თავისი მამა ეძებდაო და აღმოაჩინეს სრულიად შემთხვევით ბავშვებმა როდესაც სოკოებს ეძებდნო ტყეშიო, მაგრამ საქმე ისაა რომ მაგ ფერმერის სიკვდილი უცნაური არ ყოფილა, იმიტომ რომ ხეზე ნახე ჩამოკიდებულიო. და რაღაცს მანდ ხა ერთი კაცი მოკვდა
რომელსაც 2 წელი ეძებდნენ თუ არ ვსებია, რამდენიმე კვირის წინ გაანებეს მაგისტრებს თავიო. პლუს ეგ კაცი მოვიდა და კიდე ეგერ ძაღლიანი მკვდარი და მე მგონია კაი რაღაცა არ მოხდებოდა. ჯობია რომ ფრთხილად ვიყოთ. ამ ხელა ფერმა ესე მიტოვებული არ იქნებოდა. თან კიდე ამდენი სიკვდილი არის დაკავშირებული. და შენ სად იმალებიო? მე ხა ვეცდები ყველანაირად რომ სახლიდან სახლში გადავიდე. რო თუ რაღაცა სროლა იქნება თავი შევაფარო. ტომი განი სამწუხაროდ არ მაქვს. ძინავს? სემ? კვლარია? Hey, buddy. სემი არა ეს მე მგონი. Jesus. Drop your weapon. You first. We don't have time for this. Sorry, pal. Guess we're doing this the hard ამის რო არა გვაქვს და ბოდიში, მაგრამ მე მგონი Get over here. მოგვიწევს რომ რთულად გავიაროთ ესო. Get over here now. დავემალოთ ანჯობია ჩვენ. ოლ, სადა ხარ ძმა? ტყვიების ხმარ გესმის? ბიჭები ვიზახი და მოიყვანე ხა და დამეხმარეთ. მე მგონი ერთი დაშა. კაი რა, მე გადავები ხა? ნუ იმათ ომეგანი აქვს ხა და რა თქმა უნდა მაყრიან ავტომატებით და ეგრევე კვდები. მაგრამ არა უშავს, იმედი ხა ძალიან შორიდან არ დამოწყებიებს და იქნები კიდე. შეხოდაშორის კიდე დაახლოებით უკვე საათნახევარზე მეტი ავიღებ, პირველი და მეორე უკვე ერთად გადავიღე და მაგიტო. ესე ჯობია ხა დამალული ხარ და მარტივად რატო არ კვდები ამდენი ხანი? ხო და მომშვიდა ცოტა, მაგრამ ეგ არაფერი. უი, რა ჰედშოტები, კაცო, ჩეთერი ვარ. აუ, რა უქენი ამათ, ხო რა გადავ. ეს რა არის? Nothing about this feels right. არაფერი არა, ის იგრძნობა აქ, რომ კაი რაღაცა ხდებაო რა. ეს რა არის? აბა წავეკითხოთ. მე მგონი ეგენ უნდა დავაგროვოთ, მაგრამ მან რაღაცა განსაკუთრებული ინფორმაცია არ წერია. აუ, რა კაი ფოტო იქნებოდა ეგ არა და. ჩვენ ვართ ძმა, ჩვენ. What took you so long? ამდენი ხანი რას აკეთებდი? სამეცნიერო ვეძებდი. იგოვე? ჯერ არა. ხო დესო. Canadian crew. კანადელი. Donuts to rest the face down in the dirt too. Ява, მან გარითმა. აუ, ფოდამიდა როგორ დავიღო, მაგრამ არ ჩანს კარგად. ეს მაფიოზური. Oh Christ. პოლიცია? The cops, Tommy. პოლიციელები არიანო. How would I know? საიდან უცოდნებოდა? They didn't show a badge. არ უჩვენებიათ და ეგ და. არც არაფერი უთქვიათ. They must be in Morello's pocket. მორელო უხდის ალბათ ამათო. ეს ნაბიჯრები. Bastard. He can't even let us have this one racket. ამასაც არ გვაცლისო რა ამის აღებასო. Get about it, Tom. სწორად გზომს ხა თავს. დაივიწყეო. We gotta find Sam and get out of here. სამი უნდა ვიპო ოთახიდან გავუცეცო. მე მგონი ფრანკმა გაგუჩალიჩა რა რაღაცნაირად. საზღვრის კონტროლი ეწირათ ორსევიან საზღვრის დაცვა. These guys are the real deal. They gotta be cops from the border patrol. ხო, აი თქვა კიდეც. They've come heavy already. They lost having PD look like pussycats. ძლიერები არიანო რა მე მგონი. წაყევი პოლსო და ეს კიდე არ მომდის. Find Sam. Get the hell out. მოვძინოთ ფერმა ვიპოვოთ სამი და ეგრევე წავით აქედან. აი მოდი აქ შევრჩიე. ეგ ვიღაცა არის. ვიღაცა გერ სამი კაცი ეგდია ხო რა გადაო. All a shot in the back of the head. ყველას თავში ესრულეს უგმენდანა. დიდი ვაროდი დააწყვილესო რა და Poor bastards. საცდავინა ბიჭები ესენი. ეს რა არის? ნუ ეს საბუთები და რაღაცები ამათი. ანუ ეს ახლა ჩვენი ხალხი არის დავიჯერო აქ ვინც არის დახოცილი?
იმიტომ რომ რეალურად ეხა ბიზნესის ჩვენ აქ მოვიდით რა, ჩვენი ხალხით და მე მგონი ჩვენი ხალხია. აი ვიღაცა ლაპარაკობს აქ. ეს რა არის? Lost Haven Police Department, პოლიციის რაღაცა დეპარტამენტი არის. მოკლედ ახლა აქ წერია ეგეთი რაღაცა, რომ ესე იგი ვიღაცამ ინფორმაცია გაავრცელა სალიერზე, რომ როგორც ჩვენ სალიერს მოაქვს დასალევი რაღაცეები ქალაქშიო რა და ვინც ახლა მესიჯს წერს, ანუ ჯორჯი. მე მგონი ეგეთი რაღაც ზეუნება ახლა პოლიციას, რომ მინდა რომ იყოთ დაახლოებით 9 საათზე ღამის 9 საათზე მათ და ამ კანადური დასალევის მოწოდება დონ სალიერთან გააჩეროთო და ამიტომაც ახლა პოლიცია გამოგზავნეს ჯორჯის თქმით. და ბოლოს წერია რომ თუ რაღაცა მოხდება ეგ არაფერი. აი ხო გითხარი მორელომ ესე იგი მორელომ დაავალა რა ამ პოლიციელებს და მორელომ კიდე იცოდა ის ფაქტი რომ აქ ჩვენ ახლა მოვიდოდით ანუ დონის ხალხი რომ წაგვეღო ჩვენი ბიზნესისთვის ეგ კანადური დასალევი და საღაციდან ვიღაცამ უთხრა მორელოს ეგ ამბავი რომ ჩვენ აქ მოვიდოდით. მე კიდე იმ პოლიციას უთხრა იმ პოლიციას ვინც მოსყიდული ყავს მაგ მორელოს რომ მიდი და ხელი შეუშალეთო და თუ რაღაცა მოხდება მაშინ მოკალით ეგ დონის ხალხი ვანა ჩვენ და იმისათვის რომ შეგაწუხეთ შეგიძლიათ აი ცოტა ეგ კანადური დასალევი თქვენთვისაც წაიღოთო და ბარებარში ვიქნებითო ესე რომ ვთქვათ. ეს ვინა ვიღაცა არის მოხდა ფაქტია. მე მგონი სემი ისროს აქ. ხო სემი და აუ დაჭრეს. თქვენ ბიჭო ვინმეში არ შეგეშალოთ ეგ. ისროლ და კაგრას კიდე არა მაგარი ეპიზოდები არის. აი ეს ბოლო ეპიზოდი ძალიან მაგარი იყო. ბოლო 2 ეპიზოდი. პრინციპში მე მგონი პარლამენტარის შვილი რომ მოვყალეთ ეგეც არ იყო ცუდი ეპიზოდი. არა ორი დარჩა. აუ წვების აღარა მაქვს. ბიჭო ბრონეჟირეთები აცვია ამა თუ რა არის ეს? დაუბრმავდი სად არის? აგე. ეგ არის ვსო. აუ სემი დაგვიჭრეს და იმედია რომ აქედან კარგად გავალთორე ფრენკი მოხდება ფრენკს. აბა რაღაცა გონია რომ ვიღაცა მეღალადებს აქ. ბიჭებო თქვენ აქ დარჩით და ჩვენ გზურს უყურეთო თუ ვიღაცა მოვა დაახლოებით 100 იარდში ყველას ისროლეთო. აბა დაუძახეთ სემს იქნება რაღაცა რავი მახი არის. Sammy, oh Jesus, what have they done to you? რა გიქნეს სამი? აუ ეს არ მოკლან, ეხა ეს ერთ-ერთი სერიოზული ბიჭი იყო. მესროლესო. ძალიან ბევრი სისხლი არის. Can you walk? შეგიძლია სიარული? არა მგონია. Okay, just hang on. გაი, ეგ არაფერი, გაუძელი. Then we'll take you to მანქანას მოვიყვან და იქნა წაიყვანთ. You're gonna make it, Sam. გადარჩები სამი. ტომი, Stay here with him. შენ აქ დარჩი ამასთან, მე კიდე მალე მოვალ. სემს არ მოგვდი, ხა ერთ-ერთი სერიოზული ბიჭი შენ იყავი აქ. მე მგონი აყენება არ ღირს. He'll be okay, Sam. კარგად იქნები სემ, გადარჩები ამას. We survived worse. ვარესიც გაგულიო. Sure we have. კი, რა თქმა უნდა. აუ, კიდე მოვიდნენ. აუ, ესენი იმენა არა უშუს. ბოლოს მოვუღებთ. მოგალ შემოწყვეტინეს, მაგრამ იმდენი ხანი მირეკავდა. მამა ჩემი რომ ძალიან დიდი ხანი. აუ, ტყუები არ უნდა ამიღო ჯერჯერობით. იმიტომ რომ მაქსიმუმი ტყუები მაქვს უკვე ამაში. მოიცა მოლოტოვი როგორ ვისროლო მართლა ერთი წამი. GT იყო? აი ხო. ოპა, სამი კაცი დავწვით თითქმის. კიბეებზე ამოდიან. აგე. შენ საერთოდ დაინახე ვალჰაკი აქვს თუ X-ray აქვს?
ეს მოკვდა. ძალიან გაუთავამდე ხა მე ამათ. ორი კაცია შემოგონა. აუ არა და მუღამში ვიყავ შესული და ეხლა რომ მომიწია ცოტა ხანი გასვლა მუღამიდან ცოტა ამოვარდი. მოვიდი. სი ამ ყველა მაფიოზები ხარ და აგე მედიკისის აგე რა კიდე პირველადი დახმარება. ის აღარ მოვიდა ამდენი ხანია. პოლიცია მოვიდა, კაი რა. ეხლა ამათი მოგლას მომიწევს? ეგ აიღო. ეს რა არის? სნაიპერი? Bolt action rifle. ხო, სნაიპერი ვითა რაღაცა. არა და პოლიციის მოკლა არც ამას არ უნდა დიდად, ანუ თავად ტომის და გულიწდებოდა თითქოს რომ პოლიციას კლავდა, მაგრამ სხვაგეს არ გვიტოვებენ და ეგ არის საქმე. სად მიდიხართ 1 საათი? მოიშორეო თორე მომკლავენო. არა პრობლემა. მაგაზე არ გაწყენიებ. ბიჭო, სად არის ის და იმის მანქანა რა ვერ მოვიდა? აჰა, კიდე კაი. Oh Christ. Tony and Donnie too? Yeah. ისინიც მოკლეს უჩვენი ბიჭებიო და კიო. საშნელი ხოცოშელი და არის. სამი როგორ არის? ნუ I'll go get him. Keep an eye out. არ გავარესებულა ყოველ შემთხვევაშიცო. შენ აქ იყავი და მე იმას მოვიყვანო. ესე იგი ფრენკმა ერთხელ დაგვავალა რაღაცა, რომელიც რეალურად უნდა იყოს აი ცნობილი ტიპი იმაში რომ ჭკვიანი არის და გეგმებს კარგად აწყობს, მაგრამ ცუდად წავიდა ყველაფერი. ექიმი მინდაოდო, ხედავ, ცოტა ხანი მოიცადე. ეხლა ექიმთან რო წავიდეთ, არ გვიცნობა მითო? Okay. Hey, we're gonna get you all patched up. არაფერია დაგეხმარებითო, ყველაფერი კარგად იქნება. კიდე მოდიან. ეს ტანკი არის ვაფშე. Holly? We got more company. თან ტანკი. Get in. I'm right here, Sam. There's some ammo and a Thompson back there somewhere. მე მგონი ტომი განიარესო მან რაღაცაო და ტუებიც კიდე მანდ არისო. ამას რა უნდა უყო? Rolling behind you. Blast them down. ბევრი ესროლეო. და ესედი რო არ გაგვასწრონა. აუ, რამდენი არიან აქ? აი, მოლოტოვს ესრი ალბათ თუ შემიძლია ეგეც. That thing back there is huge! Where the good night, asshole? ნუ ერთი ისა კაი რომ ულევით ყურები გვაქვს. და ის ტანკი კიდე ნელი არის საკმაოდ ჩვენზე ყოველ შემთხვევაში. არა ბიჭო, საინტერესო ეპიზოდები არის ხო რა გადაო. მართლა კაი ეპიზოდებია და ეხლა ბიჭოს კი ვიძახი სულ, მაგრამ იმედია ეგ არ წინის. ანუ ცუდი გაგებით არ ვიძახი რა, ისე ვიძახი ვითომ მეგობრად გეუბნებით. ჩარტე ისინი აქვე სინათლეები ჩარტე. თორე ჯარიმას დაგიწერთ ამ შოამაზე. ამოთ როგორ უნდა გავაკეთეთ? კაი რა. ან ამათ თუ გავაკეთეთ იმ ტანკს როგორ უნდა გავაკეთეთ ეგ რომ მოგზდევს. ვიცი. My pedal is to the metal. პედალი მეტალზე არის. დავკარგეთო და მგონი კი. 2 squad cars on us. არა ორი მაინც მოგზდევს ორი პოლიციელი. აბა? თან ეპიზოდები ძალიან დიდი გამოდის და საინტერესო. ეს საინტერესო ისაა. ტაქტიკა რას როლის. ეხლა რო რაკეტა გქონდა ჩვენ თანამედროვე დღე რო იყოს ცოტა რაღაც საიბერბანკის დღე, მაგრამ პრინციპში საიბერბანკის დრო რო იყოს, მაშინ მაგ შემთხვევაში ისიც კიდე ისეთი რკინის იქნებოდა რომ რაკეტა ვერ დააკლებდა ვერაფერს, მაგრამ მაინც. ეგ არის. გონი ჩამოვიშორეთ. იმედია.
სემი როგორ არ მოხვედრი არაფერი დავიჯერო? არა კიდე არიან. ისა მე მგონი ტანკი კიდე ხო? არა, მოტოციკლები. ეგ არის. მარა შენს გადავარდები ახლა მე მგონი. აი. გადავშით. მარა გავაგვეხეთ. სემ კარგად ხარ? ვინა, აბა? აი, ნუ ამათ მოუღებთ ხოლოს რაღაცნაირად. ის არ მოვიდეს მთავარია ის ტანკი. ბიჭო, იმდენი პოლიციელი დავხოცეთ, რომ მე მგონი მეორე დღეს უკვე ან პოლიციელი აღარ იქნება მთლიან ქალაქში, ან კიდე მოუწეთ, რომ ყველა იყვნენ პოლიციელად, ყველა ბიჭი რა. ორ გადაო, აწია გადაარჩეს სემს. გადავრჩით. ეს კიდე მოგზებს. და თავზე პულემეტი აქვს. ვაი. როცა გაჩერდება იარაღს ესროლეო. აღვაფეთ ეს. არა, აზრი არ აქვს. შანსი არა, ჟანერად მოკლე, ეგანაირად დავაფეთქო მაგალა რაღაცა. კითხვა რომ იარაღს ესროლეო, მაგრამ რკინა არის იმხელა, რას დავაკლებ ამას? Westry, ხო, Westry. ეგა. მაგრამ კიდე აქვს იარაღები. ამას კი გავტეხავთ ეხა ფანჯრები რაც აქვს რა და მოვკლავთ აი მძღოლით მოვკლავთ მე ეგა. გავიგი ადამიანო. ჩაიგეთ ამის რო იყო ეხა. პისტოლეტი. მოლოტოვი. აუცილი. ფანჯერაში გაარდრო და რანაირად დაუმიზნო, კიდე კაი. დავკარგავთო მალეო. ეგ არის. ეგეც მოვიშორეთ. ხო, მაგრამ კიდე გეუბნებით, ანუ სასწრაფოში რომ მივიდეთ, ან საავადმყოფოში, სემს ხო იცნობენ. სემს უბრალოდ ჩვენ მაინც ხო გვიცნობენ. იმიტომ რომ კაი არ უქნი არაფერი და. კაი გამოიყვანეო სამიო. ან შეიძლება თავის ექიმი იყავთ რა ამოთან მოსყიდულებით და ის დაეხმარება. გასახში რო არ იყოს. Paulie, what the hell are you doing here so late? Evening, Doc. Sorry to wake you, but გამშვიდობი. ცოტა რაღაცა მოგვივიდაო და შენ დახმარება გჭირდებაო რა, კაცი დაჭრილი მყავსო. კაი, შემოიყვანეო. მანქანა გადამალეთ სადმე, მანქანა. მანქანა წაიყვანდა რაღაც, ნუ გაჩერდით რა. არა, მე აქ დავშევიო. ტომი. არ არის საჭირო აქ ორივე დავჭით. წადით დომ. კარგად ვიქნები მე. ნუ თუ ამდენი ხანი გადარჩა, მე მგონი მართლა კარგად იქნება და მანქანის წაყვანა კიდე მართლა ღირს. კარგად იმუშავეო დღესო. და მოვიდით მე მგონი იგივე ადგილზე. სერანი წამოვიდით, მაგრამ კანანდურის წამოვიღეთ ვისკი თუ არ წამოგვიღია.
ან რისთვისაც მოვიდეთ აქ რეალურად. მე მგონი საბურავები არის დაშვებული მანქანაზე. ვიღაცამ რაღაცა იმაიმუნა. ხო? არა? ბაგი იყო ალბათ, იმიტომ რომ ფაქტი იყო სიარული უჭირს მართლა და თუ არა. არა. ბაგი იყო ალბათ. ძალიან ჩავარნელი იყო მანქანა. მოკლედ ავიცი ძალიან საინტერესო ეპიზოდი იყო. კიდე გეუბნებით მე ხა იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ ცხოვრობთ აი ამ თანამედროვე სამყაროში და რაღაცა ეგეთი მსგავსი. ხოხდებით ხა ჩვენთვის ეგ ცოტა უცნაური არის რომ ამდენი პოლიცია დავხოცეთ და ამდენი ხალხი მოვკალეთ, პლუს კიდე პოლიცია დაგვწევდა, თან კიდე 3-4 ვარსკვლავით. და მიუხედავად მოყოლაფრისა მაინც ვერ გვიჭერენ. და უცნაური ჩვენთვის და ასევე შეიძლება ჩვენთვისაც იმიტომ იყოს რომ ჩვენ ახლა მიჩვეული ვართ რომ აი კამერები არის და ერთი რაღაცას რო გააკეთოთ ცუდი, ელემენტარული საღეჭი რეზინი რომ მოიპარო მაღაზიიდან, გაიგებენ ეგრევე და დაგიჭერენ და აქ კიდე ამდენი ხალხი დავხოცეთ, მაგრამ ვერ დაგვიჭერეს მაინც. და ნუ პრინციპში ეგეც კიდე იმით ხდება რომ ეგეთი ეგეთი დრო იყო რა აქ. თან კიდე არის რამდენიმე ადამიანი, ვინც ჩვენ მოსყიდული ყავს, მაგრამ როგორც ჩანს, ჩვენს მოწინააღმდეგე მაფიას ესე რო თქვა, ანუ იმ მორელოს იმას უფრო მეტი ხალხი ყავს მოსყიდული, პოლიციელებიც და რა ვიცი, ექიმებიც და მოკლედ ყველა რა. მით უმეტეს საზღვრის კონტროლი. თუ ორსები ამ თამაში ეგენი არიან ყველაზე ძლიერები და ეგენიც კი მოსყიდული ყავს. და ეხლა რა თქმა უნდა შეიძლება 1-2 ყავდა მოსყიდული და როცა ის 1-2 მოუკალეთ, მერე ვინც მოსყიდული არ არის, ეგენი ისედაც მოვიდოდნენ, იმიტომ რომ მაგეთი ნამშრომელი მოუკალეთ და ხო ხდებით. იმედია გაიგეთ. არა თამაში ძალიან ლამაზი არის, ძალიან კარგად დაყოლაფერი გაკეთებული, კიდე გეუბნებით, იმედია რა ვიცი რომ თქვენც მოგწონთ. ეხლა ვერაფერს ვერ ხედავ, მაგრამ მაინც. აი წვიმა კიდე აი. ალამაზებს რა გაურობას უფრო აი ამ ქალაქს. და მე 1000 ჯერ მიშევნია ხა ესეთი ქალაქი, ვიდრე თუნდაც როგორც მოიყვანა მაგალითად Cyberpunk-ი მაგის ქალაქს. იქ ძალიან გადადურთული არის ყველაფერი, რა ვიცი, სულ პროსტიტუტები და რაღაცა სექს მაღაზიები და ეგეთი სისულეები არის და აქ კიდე უფრო კლასიკური ამერიკა არის და მომწონს ეგ. ბევრად კაი არის. მაფიაზე კიდე რაღაცა ინფორმაციას იგებ და ხო ხდებით. ეგეთი ტიპის თამაშები, ანუ ესე ცოტა ისტორიული, ბევრად უფრო უკეთესი არის, ვიდრე რაღაცა ძალიან მომავლისებრი რაღაცა სისულელეები. გზა კი ჩაგიჭერი, მაგრამ არ გამომეკიდო ხა ძალიან გთხოვ. იმიტომ რომ თითქმის მისული ვარ. მე მგონი ისე გამოვაშტერე და ესე ჩაუჭერი გზა. ვაი. გზა ისე ჩაუჭერი რომ გაჩერდა მანქანა. მოვიდით ცო. პოლიციაც კი მოგზებს უკვე, მაგრამ დაჭერა არ უნდა ჩვენი. შოდაშორის კიდე საინტერესო ისაა, რომ სანამ ამა დაედაგები, ესენი რო გისიგნალებენ, თან პლუს კიდე სინათლეებსაც გინთებენ. რო აი ვითომ განნიშნონ, რომ გაჩერდიო, აი. ნუ ახლა არჩენს ღამი არის და ისეც მთია, მაგრამ მაინც. ეხლა მოვიდით ჩვენ სარასთან. და აქედან შევვალთ უგუნდან. სოეგერ. აბა? ის ბიჭები ნახე ფაქტიურად, ანუ აქ ხო იყვნენ რომ გავლახეთ ჩვენ. ფაქტიურად, ანუ სარასახლის წინ ყოფილან დამდგარი. და წარმოიდგინე ახლა როგორ ეშინოდა ამასაც და როგორ არასვენებდნენ. დახმარებით კიდე ახლა მე მგონი ამას არ დაეხმარებოდა არავინ სამწუხაროდ. მაგრამ ლამაზი გოგო არის ესეც. აბა? დაგაგვიანდა და საჭმელი კიდე ცივი არისო. ანუ უკვე ერთად ვართ ესე, ანუ შეყვარებულები ვით თუ რა ხდება? სამსახურია. ხო, ანუ ეგრე გამოდის, რომ ვითომ შეყვარებულები ვართ უკვე. ტიპს მენა PTSD აქვს. აი შენ ახლა ადექი და თანამედროვე რეალობაში გოგოს უთხარი რომ ეგეთი რაღაცა გააკეთოს, რომ ელემენტარული ეგ მოგხსნას. ეგრევე დაიწყებენ, მე რა უნდა გავაკეთო, ეგ მე მონა კი არა ვარ, მე ის კი არა ვარ. Короче, რა, აი თანამედროვე გოგოები აი საშინელება. რომელი იზამდა ესე თუნდაც.
არც ერთი. ან გამონაკლისი იქნებოდა 1-2 ალბათ. აი, ცუდად გამომყვევია. Okay. და კარგია. ეს რასაუარული რაღაცა იყო მომენტი. არა, სემის და სარას ურთიერთობა მართლა ძალიან კარგი არის აქ. ნუ, ეგ იყო და ეგ რა. იმედია ეს ეპიზოდიც მოგეწონათ, თუ მოგეწონათ და ლაიქეთ, გამოწერეთ არხი, ჩვენს მათ შეხვდებით შემდეგ ვიდეოში და დროებით.